გამოკითხვა მიდიოდა ჩემი კომუნისტი 1960 წელს რას ვფიქრობ იმაზე, ოღონდ იქ ყოფილიყავი შიგნით და არ მერბინა იმედზე. ამასობაში დადიოდნენ ამერიკის საელჩოში ბატონი ნიკა გვარამია, რომელსაც ეხა მოაქვს მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად და უმტკიცებდა ამერიკის საელჩო მე ვარ დასაჭერი და რომ ნახოთ ვიკილიკსში რამოდენიმე დეპეშა თუ არ ვიცი როგორ თქვა ამერიკის საელჩოსი რომელიც მიდის სახელმწიფო დეპარტამენტში იქ წერია ეს ყველაფერი აღწერილია როგორ უნდა ჩემი დაჭერა და იქ პირდაპირ მაშინდელი ელჩი წერს რომ ეს იმედის გამოხდება რეალურად იმიტომ რომ ქვია ჩვენ იმედს ვიცავ და უნდათ რომ ჩვენ რაღაცაერთ მე მომწყვიტონ ამ იმედის დაცვას ამის შემდეგ როგორც ვთქვი ჩვენ ლობირების ნიუსკორპი უზარმაზარი გავლენა აქვს ნიუსკორპთან მსოფლიოში რა თქმა უნდა ამერიკაში ორჯერ ელაპარაკა კონდოლიზა რაის მერდოკი თვითონ მერდოკმა მითხრა მე ერთ შეხვედრაზე და სულ იძახდა რომ მე ამ ხელა სტრესის ქვეშ არ ვყოფილო კაი ხანიაო ამერიკის ესე დონეზე ამერიკის თავებიდან ხალხი მირეკავდეს და მიმტკიცებდეს რომ უნდა გამოვიდე იმედიდან რომ ეს იმედი არის რაღაც პრორუსული რომ რუსეთის შემოყვანა უნდა საქართველოს იგივე რიტორიკა რაც დღეს არის და რაღაც მომენტში ამად იმუშაოს ხოლმე და მერდოკი გავიდა იმედიდან